ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთიდან გატაცებული მოქალაქეების ნათესავებმა ცხინვალის რეჟიმის ლიდერს ედუარდ კოკოიც მოსთხოვეს 4 ქართველი არასრულწლოვანი ქართულ მხარეს არ გადასცენ. როგორც სააგენტო რესი იუწყება ამის შესახებ ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა განაცხადა. მისი თქმით უგზო-უკოდ დაკარგულთა და გატაცებულთა ნათესავებმა საკუთარ ხელმძღვანელობას მოსთხოვეს დაკავებულები ქართულ მხარეს იმ დრომდე არ გადასცენ, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება ქართული სამართალდამცავი ორგანოების მიერ გატაცებული სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას არ მიაწვდით. ხაშურისა და ვაზიანის ციხეებიდან ადრე გათავისუფლებული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ ერთსაკანში იყვნენ რამდენიმე იმ ადამიანთან ერთად, რომლებიც უგზო-უკოდ დაკარგულებად მიიჩნევიან, აღნიშნა ჩოჩიევმა. მისი ინფორმაციით ოსმა მილიციელებმა რუს მესაზღვრეებთან ერთად ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის წელს საქართველოს 86 მოქალაქე დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით არასრულწლოვნები გორის რაიონის სოფელ ტირზნიცის მიმდებარე ტერიტორიიდან 4 ნოემბერს დღის მეორე ნახევარში დაიკარგნენ. ცხინვალში ამტკიცებენ, რომ მათ ხელყუმბარები და ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოუჩინეს. მათივე ინფორმაციით მოზარდებთან დაკავშირებით სასამართლო განხილვა გაიმართება, თუმცა ცხინვალში განხილვის დროს არ აზუსტებენ.